ჯანდაცვის მინისტრმა ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 12 სართულიანი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მოწყობილია გარე ინფრასტრუქტურა, სკვერი, საბავშვო და სპორტული მოედნები, სადაც სრულად გარემონტებულ ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს. დასასრულს უახლოვდება მიმდინარე პროექტი ქუთაისში, რომელიც გულისხმობს დევნილი მოსახლეობის განსახლებისთვის 720 ბინისგან შემდგარი საბოლოო ჯამში 3 კორპუსის მშენებლობას. დარჩენილი არის პრაქტიკულად აი ფინალური ეტაპის სამუშაოები. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ახლო მომავალში რეალურად გვექნება შესაძლებლობა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული კონკრეტული ოჯახებისთვის, ვისაც კანონმდებლობის მიხედვით უპირატესად ეკუთვნის დაკმაყოფილება ბინით, მათთვის იქნეს გადაცემული კონკრეტული ბინები. პროექტი ერთიანად ხორციელდება ქუთაისში, ზუგდიდში, თბილისში, სადაც გათვალისწინებული არის ყველა ჩვენი დევნილი მოსახლეობის ბინით უზრუნველყოფა. მინდა აღვნიშნო მაღალ დონეზე შესრულებული სამუშაო, რომელიც მოიცავს როგორც ეზოს მოპირკეთებას, ასევე შიგნით ბინების სრულად უზრუნველყოფას და გარემონტებას. დასკვნით ეტაპზეა და ხორციელდება ბინების დასუფთავების და მოწესრიგების ღონისძიების სამუშაოები. კორპუსები აშენებულია საქართველოში მოქმედი ყველა ნორმის დაცვით, რაც ითვალისწინებს როგორც არქიტექტურულ მოთხოვნებს, ასევე სახანძრო უსაფრთხოებას და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ნორმას.